იყო ბატონი ზურაბ ნოღაიდელი. რაიონებში დაშალა ოპოზიციური მოძრაობები და ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს თავის გამოსაჩენი აღარ აქვს რაიონში, რომ რაღაც დაიწყოს კიდე და კიდე რაღაც აგორდეს. ეს გააკეთა ყველაფერი ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა. თავის ხალხს არცა პატივი ელემენტარულად ამუშავად, კიდე ჩვენ ვართ აგენტები და კიდე ჩვენ ვიმართებით ვინმესგან? მართულიც ეგბრძანდება და მაგის ჭკუით გაკეთებული არაფერი მინახია ჯერ. ეხან გითხარით და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ეხან გითხარით და კიდევ დავამატებ. ეს არის ცილის წამება და ცილის წამება შესაბამისად დასჯადია. უბრალოდ აბულაძე უბრალოდ რის სიტყვა გინდა იცით აბულაძე ცდილობს რომ გადაუხვიოს ხალხის მოთხოვნას. ჩვენ არ გვაინტერესებს არაფერი, არც პოლიტიკურ კურსი ან როგორ არის, რანაირად არის. თანხები რაც დავალიანება აქვს ხალხის გადაიხადოს. მე იაროს მოსკოვში, მე მოაგვაროს საგარეო პოლიტიკა და ყველაფერი რაც თვითონ უნდა. ფული გადაიხადოს ხალხი, რომ დაიქირავა და ამუშავა. ცოტნე მარტივად გაგცემ პასუხს რა, აი მაგ შეკითხვაზე რაც მხარი. ვაი მაგათ პატრონს. ბანო მერაბიშვილი. იცით რატომ ახლა ვიღაცას გაუჩნდება შეკითხვა, ამას ვაკეთებთ კანონიერად. მივყვებით წესდებას და მივყვებით კანონს. ყველაფერს ვაკეთებთ კანონიერად. და იუსტიციის სამინისტრო თუ არ დაგვირეგისტრირებს პარტიას, აი მაშინ მართლა გამოჩნდება ვისი ყოფილა ზურაბ ნოღაიდელი. დაახლოებით 600 დელეგატი იქნება ყველგან. თვითონ მობრძანდებით და ნახავთ რამდენი დელეგატი. უფრო მეტიც არ უბრალოდ ეს არ არიან პარტიის წევრები. ყველა იქნება აბსოლუტურად, მე გაგცემთ პასუხს მოკლედ. იქ იქნებიან ეს ხალხი წარმოდგენილი, ვინც აკეთა ეს კარდაკარის პროგრამა, ვინც უშუალოდ იმ ქარყინვაში მიიღო მონაწილეობა და ბევრს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა და ასევე იქნებიან ის ხალხი, ვინც კენში ყიდა ჩვენი პარტიის სახელით, ანუ იყვნენ თავიანთ სოფლებში მაჟორიტარი კანდიდატები. აი ეს ხალხი იქნება წარმოდგენილი იქ. და პროცედურა როგორია გადაყენებული? დელეგატი რამდენი დაესწრებოდეს? წესდებითაც და ორგანული კანონითაც ყრილობა უფლება მოსილი რომ იყოს, საჭიროა დაახლოებით 200 დელეგატი. ყრილობა რომ იყოს უფლება მოსილი, ეს წესდებაში გვიწერია ჩვენ. და რიგარე შეყრილობის მოწვევისთვის საჭირო არის პარტიის წევრთა 1/3. და იცით რატომ გონიათ ამ ხალხს რომ ჩვენ რადგან რაიონული თურმე უფლებამოსილებები შეგვიჩერა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თუ შეგვიჩერა უფლებამოსილებები, პარტიის წევრებიც გარიცხავს უყველა? ამას ხო პარტიის წევრები ითხოვს ამ ყრილობას და რეალურად ის პარტიის წევრები იქნებიან იქ. რატო გონი? კი, ნამდვილად იქნება.